ბატონშალვა, კვლევაზე გადავიდეთ, თქვენ რა კვლევაც გააკეთეთ, ხო, ზოგადი განათლების საფეხურზე, განათლების რეფორმა და ახალი სკოლის მოდელის შესახებ იყო ძირითადად ეს კვლევა, ხომ? რა დაგვანახა ამ კვლევამ, რა ხარვეზები დაგვანახა, რა ნაკლოვანებები, რაც აფერხებს განათლების ხარისხის განვითარებას საქართველოს სკოლებში, რა იყო ძირითადი მიგნებები აი ამ კვლევაში, ამაზე რო გითხრათ, ანუ თქვენს საკმაოდ ვრცელი კვლევა. კი ბატონო, 174 გვერდიანი. რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილებ, რომლის გაშლაც შესაძლებელია. პირველი საკითხი შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონცეპტუალური ხედვის თვალსაზრისით შეიძლება ახალ სკოლის მოდელში გაჟღერებული კონცეფციები უფრო მეტად მისაღებია სასკოლოსა თუ საექსპერტო საზოგადოებისთვის, თუმცა საკმაოდ პრობლემური იყო მისი განხორციელების და ადმინისტრირების ნაწილი და ამან დაჩრდილა ის პოზიტიური ხედვები, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო ამ რეფორმის შედეგად. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ახალი სკოლის მოდელის განხორციელება არ იყო თანმიმდევრული პოლიტიკა განათლების და მეცნიერების სამინისტროსი, ანუ სამინისტროს ხელმძღვანელობაზე იყო დამოკიდებული მისი მხარდაჭერა და საწყის ეტაპზე მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა და შედეგებითაც უფრო პოზიტიური შედეგები იყო, ხოლო შემდგომ ეტაპებზე მხარდაჭერა აღარ ჰქონდა და ბოლო ეტაპისკენ წინააღმდეგობაც კი იყო ამ ახალი სკოლის მოდელის, რაც თანმიმდევრულობის თვალსაზრისით არის პრობლემა. პრობლემა იყო ყველა სხვადასხვა სახელმწიფო განათლების და მეცნიერების სამინისტროს შემავალი ინსტიტუციების ჩართულობა ამ პროცესში და საერთო რეფორმის ქვეშ ამის განხორციელება. სხვადასხვა სტრუქტურები, სხვადასხვა ხედვებით ხასიათდებოდნენ და ხშირად არ იზიარებდნენ ახალი სკოლის მოდელის ხედვებს. ანუ ეს იყო ერთი გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ხედვა, რომელიც მაგალითად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის პროცედურული შინაარსობრივი თუ პოლიტიკის თვალსაზრისით წინააღმდეგობაში მოდიოდა. ეს ბოლოს თვითონ უწყება ამაც აღიარა, რომ არ იყო ეფექტიანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თვითონ მართვის თვალსაზრისითაც ჩართულობა რესურს ცენტრების თუ დირექტორების იყო ნაკლები და პირდაპირ ორიენტირებული იყო მასწავლებლების გაძლიერებაზე და ამ სისტემამ არ იმუშავა, იმიტომ რომ აღქმული არ იყო როგორც მნიშვნელოვანი ასპექტი. მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ სასკოლო სასწავლო გეგმების განვითარების თვალსაზრისითაც აღმოჩნდა საკმაოდ პრობლემური სკოლებს რეალურად არ ეყოთ არც მზაობა და არც ხარდაჭერის მექანიზმები და არც სურვილი და არც დრო და ფინანსური რესურსი ამ თვალსაზრისით ჩართულობის და ხშირად ხვდებოდა ინდივიდუალური საჭიროებაზე დაფუძნებული და კონტექსტზე დაფუძნებული სასკოლო სასწავლო გეგმის ნაცვლად უბრალოდ ბიუროკრატიული პროცედურებისათვის ერთმანეთისგან კოპირებული სასკოლო თუ საგნობრივი სასწავლო გეგმები. კომპლექსური დავალებები, რომელიც მოგეხსენებათ ახალი ახალი სკოლის მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ამ თვალსაზრისით გამოიკვეთა განხორციელების პროცესში ძალიან ბევრი პრობლემა, ჩამონათვალი ამ პრობლემების, რომელიც მასწავლებლების თუ მშობლების დანახარჯებს უკავშირდება დროს, უკავშირდება თანამშრომლობის არარსებობა სხვადასხვა მასწავლებლებს შორის, უკავშირდება სწავლის გადატანას სკოლიდან სახლში და მშობლების მიერ დავალებების შესრულებას, უკავშირდება იმას, რომ დავალება პროდუქტი გახდა მთავარი და არა პროცესი, რომელიც ამ პროდუქტის შესრულებამდე მიიყვანდა მოსწავლეებს და სკოლები ნაცვლად იმისა, რომ მოემზადებინათ მოსწავლეები, რომ საბოლოო პროდუქტი კომპლექსური დავალების სახით შეესრულებინათ, უბრალოდ აძლევდნენ ამ დავალებას და უკვე მშობლების პრობლემა იყო და უამრავი სხვა ტიპის პრობლემა გამოიკვეთა, თუმცა გამოიკვეთა პოზიტიური ფაქტორებიც, რომელიც გულისხმობდა, რომ უფრო მეტად საინტერესო გახდა მოსწავლეებისთვის, თუ კარგად ხორციელდებოდა კომპლექსური დავალებები, მოტივირებული გახდნენ მოსწავლეები ამ თვალსაზრისით, თანამშრომლობა გაიზარდა, ახალგაზრდა მასწავლებლებში იყო განსაკუთრებით დიდი ინტერესი ამ ტიპის სწავლების და პრაქტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით და ეს პოზიტიური შედეგები ნამდვილად იყო გამოჩენილი და აღნიშნული, რომლის გამოყენებაც ვფიქრობ სამომავლოდაც არის ბატონშალვა,
ახალი სკოლის მოდელში აი მიზნის მიღწევის ძირითადი საშუალება ტექნოლოგიებთან წვდომაა. თქვენ ახლა ახსენეთ დავალებების შესრულება, კომპლექსური დავალებების შესრულება და ამ ნაწილშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ტექნოლოგიების არარსებობა და ინტერნეტთან წვდომის ნაკლებობა, ხომ? ამ მხრივ აი სკოლებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ჩვენს ეთერშიც ბევრჯერ ყოფილა მაღალმთიან სოფლებს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ტექნოლოგიების პრობლემა არის, კომპიუტერები არ აქვს ბავშვებს და ასე შემდეგ. აი ზოგადად დოკუმენტებში გაწერილი მიზნები და შესაძლებლობები რატომ არ მოდის თანხმედრაში, რა გამოაჩინა კვლევამ, ამაზე თუ ზრუნავს სისტემა? კვლევამ გამოაჩინა და გუშინ მინისტრმა თქვა, რომ STEM მიმართულების გაძლიერება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, STEM-ის ძირითადი რაზეც შეიძლება დაეყრდნოს, სწორედაც ტექნოლოგიური მზაობა არის სკოლებში და ლაბორატორიებით აღჭურვა ხომ სკოლების და როგორ ხედავთ თქვენ ამ პერსპექტივას, რამდენად შესაძლებელია რომ განხორციელდეს ეს იდეები? კი ბატონო, აქ იგივე კვლევის კონტექსტში ვიტყვი, რომ სამწუხაროდ რაც ცუდი იყო ამ ახალი სკოლის მოდელში ჩართვა ძირითადად იყო წახალისებული იმ სკოლებისთვის, რომელსაც ჰქონდათ მეტი ინფრასტრუქტურული თუ ტექნოლოგიური მზაობა და გვაჩვენა კვლევამ, რომ უფრო მეტად ქალაქის სკოლები იყვნენ ჩართულები ახალი სკოლის მოდელში და შესაბამის მხარდაჭერასაც იღებდნენ, ვიდრე ის სკოლები, ვისაც უფრო მეტი საჭიროება ჰქონდათ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი სკოლის მოდელის ქვეშ სკოლები იღებდნენ როგორც ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ასევე ტექნოლოგიების და ტექნიკის მიწოდების თვალსაზრისით დახმარებას და ეს დახმარებაც უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა ქალაქის სკოლებისთვის, რომელსაც უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ ამ თვალსაზრისით. ამიტომ სოფლის მაღალმთიანი მცირე კონტინგენტიანი და უმცირესობათა სკოლები ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო გაუარესებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ინტერნეტის ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემა ყველა სკოლაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ სკოლებს აქვთ თითქოს ინტერნეტი და კომპიუტერი ერთის შეხედვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სკოლაში სასწავლო პროცესში და მართვაში მათი გამოყენება არის შესაძლებელი. ერთი პოზიტიური ტენდენცია, რაც გამოჩნდა, როგორც კლასში, ასევე სახლში უფრო მეტად ხდებოდა ტექნოლოგიების გამოყენება იმ სკოლებში, სადაც მათ ეს მხარდაჭერის ინსტრუმენტები ჰქონდათ. თუმცა კიდევ ერთხელ 4 ეტაპი, რომელიც იყო საწყის ეტაპზე ახალი სკოლის მოდელის იყო 597 სკოლა ჩართული, ანუ მხოლოდ 25% დაახლოებით სკოლების, ხოლო სხვა სკოლები ამის მიღმა აღმოჩნდნენ და ამ 597 სკოლებში შედიოდნენ ძირითადად ის სკოლები, რომელთაც უფრო მეტი მზაობა ჰქონდათ, ანუ უფრო კარგი დასანახი იყო. კი ბატონო, ჩვენ ამ ტექნიკურ დეტალებზე ვსაუბრობთ, თუმცა კიდევ ერთი გამოწვევა დაგვემატა, საერთოდ განათლების წახალისების მოტივაცია როგორ გაუძლიეროთ ბავშვებს, რომ განათლება მიიღონ, ამაზეც უნდა ვიფიქროთ ალბათ, ტექნიკურ შესაძლებლობებთან ერთად. ბატონ შალვა, ძალიან დიდი მადლობა. მოტივირება, თუმცა მეორე მხრივ მოტივაციის ახალი წყარო გაჩნდა, რომ მაინც და მაინც ფორმალური განათლება არ არის საჭირო, არაფორმალური განათლებითაც შეიძლება იყოს წარმატებული ადამიანი.